მქონდა საუბრის შესაძლებლობა, ინფორმაცია ფორმატიც ეგ ადგილზე იყო, ხა მე ფეხით გამოვიარე სასამართლოს ეზო მეგობრებთან ერთად, აი რამდენიც გარეთ არიან ბატონი პოლიციელები, არა იმდენი, ერთი იმდენი მეტნი არიან შიგნით, მათ შორის სასამართლოს უშუალო შენობაში. მწვენია, მართლაც მწვენია 2021 წელს ერთადერთი, რასაც მე ვხედავ თქვენთან ერთად, როდესაც ხელისუფლებაზე მიდგება საუბარი, ეს არის პოლიციური მოძალადეობრივი ჯგუფები. მეტი თითქოს ამ ქვეყანაში არც არაფერი არსებობს ხელისუფლების პასუხისმგებლობის სფეროს ფარგლებში. თითქოს არც ეკონომიკის სამინისტრო არსებობს, თითქოს არც სოფლის მეურნეობის სამინისტრო არსებობს, არც არაფერი რეალურად არ არსებობს, ეს არის რეალობა. არსებობს მხოლოდ და მხოლოდ სპეცნაზი, მხოლოდ გადაცმული სხვადასხვა ფორმებში, სხვადასხვა დანაყოფების თანამშრომლები, რომლებსაც ავალებენ იძალდონ ხალხზე, მაგრამ ეს ძალადობა მათ დიახაც შედეგს ვერ მოუტანს. ჩვენი სიმტკიცით და ჩვენი სიმრავლით გავიმარჯვებთ და სიმტკიცით გავიმარჯვებთ უახლოეს პერიოდში. მე მithქვამს, არავის არ ვამხნევებ, ისიც მჯერა იმას ვსაუბრობ მუდმივად, როგორც არასოდეს ვარ დარწმუნებული, რომ აი ესეთი მიზანმიმართული, დისციპლინირებული, ორგანიზებული ბრძოლა, რომელსაც ოპოზიცია საზოგადოებრივ ჯგუფებთან ერთად აწარმოებს რეჟიმის წინააღმდეგ, დასრულდება ამ ქვეყნის მომავლის სასარგებლოდ და გამარჯვებით სახელმწიფოსი და სახელმწიფო დიახაც უნდა იყოს სახელმწიფო და არა უბრალოდ ტერიტორია. დღეს ჩვენ გვაქვს ტერიტორია და თვითმარქვია ხელისუფლება, თვითმარქვია მერებით, რომლებსაც საერთოდ არ აინტერესებს საქართველოს მოქალაქის ბედი, არ აინტერესებს სახლში აქვს სურსათსანოვაგე, აქვს შემოსავალი, არ აქვს სამუშაო ადგილი, ეს ყველაფერი უბრალოდ არ აინტერესებს, გესმით? არ აინტერესებს და ამ ყველაფერს გულწრფელად აღიარებენ, რომ არც არასოდეს დააინტერესებთ. ამიტომ ბრძოლა უნდა იყოს ძალიან მწვავე, არაძალადობრივი, მაგრამ ამ პროცესში უნდა ხშირად ძალიან ჭკუითაც ვაჯობოთ რეჟიმს.